უნდა გავაკეთო, რომ არა დროს მეტაბოლიკ სინდრომი, ანუ მეტაბოლიზმიდან გამომდინარე გვიძლის გაცხიმიანობა, ქოლესტერინი, ჩიკვი, კანის პრობლემები, ეგეთი პრობლემები, დიაბეტი, პირველი, მეორე ტიპი არ აქვს მნიშვნელობა. რომ დალაგდე, ან თუ დღეს არ აგაქვს, ხვალ და ზეგ არ მოვიდე. კი ბატონო. გამარჯობა მეგობრებო, არსებობს ბევრინაირი დიეტები. დუქანის დიეტა, საათობრივი დიეტა, საათობრივი კვება, მარტო ხორცი წამის კვება, მარტო ბოსტნეულის ჭამი კვება, მარტო ხილი ჭამს, მაგის კვება. 1000-ნაირი დიეტა ან კვება არსებობს. რომელი არის ყველაზე საუკეთესო? ყველაზე საუკეთესო არის ეს, რომ ადამიანის გეგმა გაჩნია, რა გინდა თქვენ. წონის დაკლება გინდა მარტო, დაავადების გარეშე ცხოვრება გინდა, ცხოვრებაში არ გინდა არადროს წამალი დალიო, ეს გინდა, თუ მარტო ხორცილი მოდის, რომ იმ ხორცილისთვის 5 კილო წონა მინდა დავიკლოთ, ეგეთი კვება გინდა. დღის ვიდეოში მეგობრებო, გეტყვი ყველა ადამიანისთვის გინდა წონის დაკლება, გინდა ძანსაგი ცხოვრება, ერთი კვება, რომელიც ყველას მოუხდება. და ერთი მხარეს რამოდენიმე კვებები, რომელიც ძალიან გავრცელებულია დღეს საქართველოში, რომელი კვება, რომელი ადამიანისთვის კარგია. ბოლომდე უყურე ვიდეო, თუ თქვენს ხარ ამ ეგრეთ წოდებული დიეტებზე, კვებებზე და ან თქვენი ოჯახში თუ ყავს ვინმე ეგეთი ადამიანი, რომელიც უნდა რომ ძანსაგად იცხოვრო. პირველი საათობრივი კვება, ინგლისურად ეძახიან intermittent fasting. 16 საათი არ აჭამს, ზოგი 18 არ აჭამს, ზოგი 20 საათი არ აჭამს, წამის ფანზე რა არის პატარა და პლუსი რა არის ამ კვების. ამ კვებაში შეიძლება ადამიანმა დაიკლოს წონაში, მოუხდება ინსულინის რეზისტენტობაზე, მოუხდება ძალიან გაცხიმიანებული გვიძლზე, ბევრი ადამიანს მოუხდება, მაგრამ მინუსებია, ამ კვების მინუსი რა არის? ყველა ადამიანს არ შეუძლია 18-20 საათი საწმელის გარეშე. არის ადამიანი, ვისაც აჩუქებს ტიპი 1, ტიპი 2 დიაბეტი, რომელიც 18-20 საათი ან წამალი უნდა დალიო, ან რაღაცა უნდა ქნა, ვერ უძლებს. მესამე, ამ კვებაში არის დიდი სიცდომებები. იმ 18 საათის მერე ადამიანი რას ჭამს, იქ არის პრობლემა და მერე ეს კვება არ გამოდგება ბევრი ადამიანს. კვება კარგია, მაგრამ არასწორად აკეთებენ, მაგის გამო ეს კვება ბევრი ადამიანს არ უხდება. მეორე არის ყველაზე არასწორი კვება, რომელიც დეფიციტი კალორის დეფიციტი. წონა გრამებით იწყება, კი ბატონო, წონის დაკლება იწყება, ერთი დღე პლუს კალორია ჭამა, მეორე დღევე ვაიმე 200 გრამი წონაში მოვიმატე. ხანგრძლივი არ არის. ყოველ დღე ანუ ცხოვრებაში იმიტომ ხო არა ხარ მოსული, რომ ყველა საწმელი უნდა აწონით ვერ ჭამს. თან ქართველი ადამიანმა 200 გრამი წონით საჭმელი როგორ უნდა ჭამო. მაგრამ კალორიული დეფიციტი კი ბატონო, ეფექტურია, როცა სწრაფი წონის დაკლება გინდა. მაგრამ იმ კალორიების დათვლა ყველამ არის. კალორიის დათვლა თუ იცის და ყველანაირი ნუტრიენტები თუ იცის, რაში რა შედის, მაშინ ეს კვება გამოდგება. აქ საჩხუბარი არაფერი არ არის, ეს კვება ცუდია თუ ეს კვება კარგია, კალორიული დეფიციტი ყოველთვის კარგია. როგორც ხელფასი, 1000 ხელფასი აიგეთ, 1000-ვე დახარჯებს, დარჩება 0. 1000 ხელფასი აიგებთ, 1200 რო დახარჯე, 200 მინუსში ხარ, ისევ წონაშიც დაიკლები. თუ 2000 კალორია ჭირდება და ჭამე 1800, 200 დეფიციტია პლუს ცოტა ვარჯიში 400-500 დეფიციტი გამოდის და წონაში დაიკლებს. მაგრამ ერთი დრო მოვა, მოგბეზრდება ეს კალორიების დათვლა, მეტაბოლიზმი იქნება დაბალი და ერთი შვენილი დღე ბევრი საჭმელი წამა ისევე ესე დაიწყება. მესამე კვება
კორნიოვირ კვება, სადაც მარტო ხორცი, ყველიდან მოსული პროდუქტები მარტო. გარახი, ყველი, ხორცი, არანაირი ბოსტნეული, არანაირი ნახშირისწყლები, სხვა არაფერი. ეს კვება არის ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე მავნე. პირველ რიგში იმდენი პროტეინი ჭამს ადამიანი, მერე თელი ქელები, მუხლები ტყივა, იმიტომ იმდენი პროტეინის გადამუშავება ჩვენი თირკმელეს არ შეუძლია. ადამიანი, რომელიც მარტო ხორცის, მარტო ცხოველური კვებაზე რო არიან, ღამეებით არ ძინავს. იმიტომ თირკმელები თელი ღამე არის გადამუშავების პროცესი, რომ გავიდე იმდენი პროტეინი გარეთ. პოდაგრა, ეგეთი ადამიანი, ვისაც აჩუქებს პოდაგრა, არ შეიძლება ხორციანი კვება. კი, შეიძლება ამ კვებიდაც ანთება შეამციროთ, წონაში დაიკლოთ, ტიპი 2-ის დიაბეტი შეამცირო, მაგრამ კაბზობა და ბუასილი გამოჩნდება, იმიტომ პროტეინი რო გადაამუშავოთ, ბოჭკო ჭირდება. მარტო პროტეინი არ ყოფნის და სხვადასხვა ნუტრიენტების დეფიციტში მიდის ადამიანი. ენდოკრინოლოგების კვება, რომელიც ეუბნება დღეში 5-6-ჯერ ჭამე, ცოტა ჭამე. საშინელება. ადამიანი 6-ჯერ 7-ჯერ ჭამისთვის არ არის, ჩვენი ორგანიზმი არ არის. ეს ყველაზე ცუდი კვება, რომელიც იწერება სპეციალურად დიაბეტიანი ადამიანისთვის, თურმე დიაბეტიანი ადამიანმა რა შეიძლება ეს წამის პორციები ცოტა უნდა იყოს, ანუ წამა უნდა იყოს საკმარად ბევრი და ნაკლებად უნდა ჭამო დღეში. ეს საუკეთესოა დიაბეტიანი ადამიანისთვის, არა ბევრჯერ ცოტა საწმელი ჭამა. კიდე ერთი დუქანის დიეტა ზუსტად იგივე. იქ ჭამს ბევრი პროტეინი, უცბად გამოჩნდება, რომ წონაში იკლები, მაგრამ სხვადასხვა ნუტრიენტების დეფიციტი იქაც მოდის და ერთი დღე ადამიანი აანებებს ყველაფერს თავი, იმიტომ ჭირდება ყველაფერის ჭამა, იმიტომ წონაშიც მოიმატება და ძანცაგი არ არის. აი აქედან რამდენიმე კვება ჩავთვალე, კი, საათობრივი კვება თუ სწორად გააკეთე, ძანცაგია დანაწენი არც ერთი კვება, ეს კალორიული დეფიციტი, ხორცი წამა, მარტო ბოსტნეული წამა, ვეგეტარიანელის დიეტა, ანუ ეს კვება, ეგეც არ ვარგა. მაშინ რა უნდა გავაკეთო, რომ არა დროს მეტაბოლიკ სინდრომი, ანუ მეტაბოლიზმიდან გამომდინარე გვეძლის გაცხიმიანობა, ქოლესტერინი, ჭიკვი, კანის პრობლემები, ეგეთი პრობლემები, დიაბეტი, პირველი, მეორე ტიპი არ აქვს მნიშვნელობა. რო დალაგდე, ან თუ დღეს არ აგაქვს, ხვალ და ზეგ არ მოვიდე. კი ბატონო, ეს არის ეგეთი კვება, რომელშიც ყველაფერი იჭმება. რომელი კვება არის? 2 წელია გეუბნები. იმ კვებას არაფერი არ ქვია. კვებას არაფერი არ ქვია. თუ გინდა დაარქვე არონის კვება, სადაც 200-250 გრამი ბოსტნეული, ნებისმიერი ბოსტნეული შერეული იჭმება. რატო იჭმება? აქ შედის soluble და unsoluble, ანუ ეგეთი 2 ბოჭკო, რომელი ერთი წყალში იხსნება, ერთი წყალში არ იხსნება, რომელიც მიდის ჩვენი ნაწლავში და ძევიდან ნაჭამი ცუდი საწმელიც სიცხლში სწრაფად არ მიდის. ინსულინი არ დაგჭირდება ზედმეტი და ეს ჩამონათვალი პრობლემები წარბიწონიდან დაწყებული დიაბეტამდე არადროს არ იქნება. და თუ გაქვს, აი ეხლა თან წავიდა ადამიანი იყო მოსული, რომელიც დღეში 3-ჯერ აკეთებდა ინსულინი. მომავალში მოვიყვანს ამ ადამიანს ახზეც. დღეს ინსულინი არ აკეთებს. ეხლა ინსულინი აკეთებს 2-3 დღეში ერთხელ, როცა ქეიფობ, მაშინ აკეთებ. ზუსტად ამ კვებით. ჯერ ბოსტნეული ჭამე, მერე
პროტეინი ჭამე, ან ცხიმი ჭამე, გინდა ხორცი ჭამე, ბოლოსკენ ჭამე ნაკშირის წყლები. პური, ბრინჯი, პასტა, მაკარონი, ეგეთი რამე საჭმელის ბოლო ნაწილი უნდა იყო. არადროს არ აჭამო ნაკშირის წყლები პირველად. ეგ ყველაზე ადვილია, ყველაფერს ჭამს, დროც არ აქვს, მოგინდა საჭმელი. მიდი ჭამე ჯერ ბოსტნეული და მერე ზევიდან მიაკოლე, რასაც გიყვარს. არს კალორია დათვლა გინდა, არაფერი არ დაგჭირდება. სულ გექნება ეგეთი კვება, რომელიც დაგჭირდება თქვენი ბავშვებსაც, თქვენი მთელი ოჯახში. ეს კულტურა გააკეთე, ჯერ ბოსტნეული ჭამე, მერე სხვა საჭმელი ჭამე. სულ იქნები ჯამთელი და ჯამთელი ადამიანი, მერე სხვა რამსაც აკეთებ. კარგად და ჯამთელად გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი.